მოგესალმებით თითოეულ თქვენთაგას უღრმესი მადლობა იმისთვის რომ გამოწერილებ ჩემი არხი, იმისთვის რომ ალაიქებთ და აკომენტარებთ, ვინც არ მითხოვთ გაგეცნობინებია კატო. და გეტყვით რომ პირად დიაგნოსტიკაზე უნდა მომწეროთ პირად შეტყობინებაში, რა თქმა უნდა, მითითებულ ნომერზე, რომელსაც ვუთითებ ხოლმე ვიდეოების ქვემოთ. და რაც შეეხება დიაგნოსტიკას, არის ფასდაკლება, არის ძალაში, ასე რომ შეგიძლიათ მიიღოთ თქვენთვის საინტერესო ინფორმაცია, გინდათ სრული დიაგნოსტიკა ყველასფერო, გნებავთ კონკრეტულად ერთი საკითხი, ასე რომ შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს შესაძლებლობა. რაც შეეხება დღევანდელ გაშლას, მოდით გავაკეთოთ ვისი ფიქრები ვერ ისვენებენ უთქვენოდ. ხო, არიან ადამიანები, შეიძლება ითქვას, რომ ფიქრობენ აინტერესებთ რაღაცნაირად ვერ ისვენებენ, ესე რომ ვთქვათ. შეიძლება ეს ადამიანი, იყოს წარსულიდან, შესაძლებელია, არსებული პარტნიორი იყოს, შესაძლებელია უბრალოდ ადამიანი, რომელიც, რა ვიცი, ესე ვთქვათ, ფიქრობს თქვენზე, მაგრამ თქვენ არც კი აქცევდეთ ყურადღებას. ყოველ შემთხვევაში შეიძლება მიხვდეთ, ხო, რაღაც მერე მაინც მიაქცევთ ყურადღება ეს ეგეთ კონკრეტულ ადამიანს. ნახოთ, ვისი ფიქრები ვერ ისვენებენ თქვენზე. ვინ არის ის ადამიანი, ვინც ვერ ისვენებს და სულ ეფიქრება თქვენთან მიმართებაში. ნახოთ. ვინ არის? უნდა გვაჩვენოს. პირდაპირ ამოვიდა, მოდით ესე ვიყო ქალბატონი, არ ვიცი ეთყობა, როგორც ჩანს, აქ ვიღაცას კონკრეტულად აინტერესებს თქვენი ცხოვრება. მოდი დავიწყებ იქიდან, რომ ეს არის ქალბატონი, რომელთანაც შეიძლება ითქვას, რომ თქვენ მეგობრობით, შეიძლება ითქვას, რომ თქვენ გაქვთ ურთიერთობა, გქონდათ უბრალოდ ურთიერთობა, რატომღაც ესე მოდის ეს ინფორმაცია. აქ საკმაოდ კარგი, დადებითი ემოციები გქონდათ ერთმანეთის მიმართ. ვაუ. ნახეთ, ეს არის ადამიანი, რომელიც შეიძლება ითქვას ერთის მხრივ ძალიან ისეთი პრინციპული, ცოტა ისეთი თავის სიტყვას რო იტყვის და არ გადადის, ხო, რაღაცა ჯიუტი ადამიანი შეიძლება ითქვას იყოს. ადამიანთან გქონდეთ თქვენ ძალიან კარგი, შეიძლება დღესაც გქონდეთ კარგი ურთიერთობა, შეიძლება ითქვას. და ნახეთ, აქ როგორც ჩანს, თქვენ საკმაოდ ისეთი გადაკვეთის წერტილი ძალიან ისეთი საინტერესოდ მიჩვენებს. მაგრამ ეხლა რატომღაც არ ვიცი რა მოხდა თქვენ შორის. ესე ვიტყოდი, რომ თქვენ აქ ერთმანეთს შეიძლება ეხმარებოდეთ კიდევაც მატერიალურად, ემოციურად. ხო, აქ რაღაცა მეგობრობა, რომელიც არ არის უბრალოდ მეგობრობა, ხო? აქ რაღაცა ადამიანები თითქოს ერთმანეთს ეხმარებოდნენ წინსვლაში, წარმატებაში, ხო? რაღაცა ძალას მატებდნენ ერთმანეთს, ხო? მაგრამ დღესდღეობით რაღაცა აშკარად თითქოს სიცარიელი აქვს ურთიერთობაში, ხო? რაღაცა მოხდა ისეთი, რამაც თქვენი ურთიერთობა შეიძლება რაღაცა პერიოდი გაიტანა, ხო? ანუ განხეთქილება მოიტანა. ყოველ შემთხვევაში აქ ადამიანი ფიქრობს იმას, რომ თქვენ საკმაოდ კარგად ხართ, წარმატებულად ხართ და ხშირად ფიქრობს თქვენზე, ვერ ვიტყვი რომ არ ფიქრობს თქვენზე. აი ძალიან ისეთი მომენტი აქვს. არ ვიცი ახლა იცით როგორი მომენტი მოდის, ნახეთ. რატო ფიქრობს ესე კაფიოდ თქვენზე? არ ვიცი, თქვენ შორის მოხდა ისეთი მომენტი, რომ შეიძლება ითქვას, რომ რაღაცა ურთიერთობაში ჩაიჭრა თქვენი პარტნიორის მიმართ ქონდა რაღაც ინტერესი ან რაღაც მსგავსი მომენტი შესაძლებელია.
შესაძლებელია უბრალოდ ადამიანი ცოტა არ იყოს და ეგოისტურად გახდა, როდესაც თქვენ პარტნიორულ ურთიერთობაში შეხვედით, შეიძლება ესეც ითქვას და ადამიანი აქედან გავნახეთ, როგორი რაღაცა მომენტი არის, როდესაც ადამიანს აქვს დიდი რესურსი და როდესაც აქვს თქვენთან აი ნახეთ არიან სამწუხაროდ ხდება ხოლმე ესეთი რაღაცა მომენტები, როდესაც მეგობართან ძალიან დამოკიდებული ხდებით მეგობარზე, ანუ ყოველდღიური რეჟიმში საუბარი, ტელეფონი არის, ეს თუ პირადი შეხვედრები არის და რაღაცა გადაკვეთა ხო, ანუ სამსახურობრივად თქვა შეიძლება მეგობრები და ყოველდღიურად რაღაცა ერთად გამოვდივართ, ერთად მივდივართ, ერთად მოვდივართ ხო? და ადამიანი უცებ თქვა იქ იგივე დახმარების მომენტი არის, რაღაცა დასჭირდა უცებ გაიქეცით რაღაცა ანუ ნახეთ, ადამიანი თქვენთან ისე მოეკედლა ეს მეგობარი, შეიძლება ითქვას, რომ უკვე თქვენს ცხოვრებაში გამოჩენილი პარტნიორი ამ ადამიანისთვის შეიძლება ითქვას გახდა თქვენი განხეთქილების მომენტი, ხო? და ახლა ფიქრობს, რომ ყველაფერი კარგად გაქვთ, ყველაფერი რიგზე გაქვთ, თქვენ რა გენაღლებათ, როგორც იციან ხოლმე და რაღაცა ხშირად ახსენდება. შეიძლება დახმარების მომენტის პრობლემა უნდა და ვეღარ მოდის, ხო? რაღაც ყოველ შემთხვევაში აქ ერთის მხრივ რაღაცა ეს მომენტი არის. მეორეს მხრივ ვინ ფიქრობს თქვენზე, მე ესე ვიტყვი, რომ ეს ადამიანი არის, შეიძლება ითქვას, თქვენი ყოფილი ურთიერთობა, რომელთანაც გქონდა ძალიან ისეთი საკმაოდ სტაბილური, კარგი ურთიერთობა, მაგრამ ეს ადამიანი რატომღაც ნახეთ, არ ვიცი რა ხალხთან გაქვთ და როგორ კატეგორიასთან გაქვთ, ალბათ ძალიან რბილი ადამიანი უნდა იყოს, იმიტომ რომ ეს ადამიანის რაღაცა ცოტა ისეთი თავისებური ადამიანია, რომ ყველა მას უნდა მოერგოს, ხო? ყველა მასთან უნდა ადაპტირდეს, ესე რომ ვთქვათ. აქ არ ვიცი, ნახეთ, ვინ ფიქრობს თქვენზე, შეიძლება ითქვას, რომ აქ კონკრეტულად ორი ადამიანი ფიქრობს, ერთი ქალბატონი და ერთი მამაკაცი. თუ აქ ყოფილი მეუღლის მომენტი გაქვთ, ყოფილი მეუღლეც ფიქრობს, შეიძლება ითქვას, ხო, რაღაცა გადაწყვეტილება რომ მიიღეთ, რომ წახვედით, ფიქრობს იმას, რომ როგორ არ შეგეშინდათ და როგორ გარისკეთ და გაბედეთ, ხოლო მეგობარი ფიქრობს იმას, რომ აი რაღაცა უკეთესად რო იგზენით თავი, მასთან აღარ გინდათ ურთიერთობა, ხო? რაღაცა ესეთი მომენტი მოდის. როგორც ჩანს, ძალიან რბილი ადამიანი ხართ და მაქსიმალურად დებდით ადამიანებში ურთიერთობებში თქვენს რესურსს, ხო? რაღაცა ყოველწუთას ხელმისაწვდომი იყავით ყველასთვის, თუ ვინმეს რამე დასჭირდებოდა და როდესაც უკვე დაიწყეთ პირადი ურთიერთობების დაალაგების მდგომარეობა თუ ცხოვრების დაალაგების რაღაცა ეტაპი, როგორც აღმოჩნდა, გარშემო მყოფები ძალიან გაბრაზდნენ ამასთან მიმართებაში, მე ესე ვხედავ ყოველ შემთხვევაში. კარგით, ვინ ფიქრობს კიდე თქვენზე? საინტერესოა. და საოცრება, იცით რა არის, აი, ვინ ფიქრობს თქვენზე, მე ესე ვიტყოდი, რომ თუ კი რამე ფიგურული არკანი არსებობს, ყველაფერი ამოდის. არ ვიცი, ვინ ხართ ესეთი საინტერესოა, იმიტომ რომ აქ ყველა თქვენზე ფიქრობს, ყველა თქვენ გიყურებთ, აი ნახეთ, მოდით ესე დავიწყოთ. ვინ ფიქრობს თქვენზე და ვის ფიქრებს არასვენებთ, მე ესე ვიტყოდი, რომ თქვენ არასვენებთ, არავის ფიქრებს თუ კი ვინმე არსებობს თქვენს გარშემო. განსაკუთრებულად გამოვხატეთ ეს ქალბატონი, რომელიც თქვენი მეგობარი შეიძლება იყო და რომელთანაც ძალიან ისეთი ურთიერთობა ჰქონდათ, ასევე პარტნიორი, რომელთანაც ჰქონდათ რაღაც ისეთი კაფიო, ჩამოყალიბებული, შესაძლებელია ხო გქონდათ მეუღლის მომენტიც იყო და მეუღლეც, ვისთანაც არის ეს მომენტი. მაგრამ გარდა ამ ყველაფრისა და გარდა ამ ორი ადამიანისა, მოდით მე ესე ვიტყოდი, თქვენს გარშემო მყოფი დიდი, პატარა, ქალი, კაცი, ბავშვი, რატომღაც ყველა ფიქრობს თქვენზე. ავიწყოთ იქიდან, რომ როგორც ჩანს, აქ ადამიანებს თქვენი ცხოვრება აინტერესებს, ხო?
მე რასაც ხედავ აქ ხო გეუბნებით, აი ყველა ფიგურული არკანი ამოდის, ხო, ანუ აი ყველა ფიგურული, რასაც ქვია ხო, ხლების დედოფალი, პენტაკლების დედოფალი, თასების დედოფალი, კვერთხების დედოფალი, ანუ ყველა და ყველაფერი, ყველა ფიქრობს თქვენზე. გარდა ამისა, პენტაკლების მეფე, იმპერატორი, ანუ როგორც ჩანს, პაჟებიც აქ არიან. კარგით, მოდით ნახეთ ვინ ფიქრობს თქვენზე და ვინც არასვენებს თქვენ, მაინტერესებდა, მოვიდე ერთი კონკრეტული ადამიანი ამოვიდოდა, მაგრამ როგორც ჩანს, თქვენს კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ თქვენს გარშემო თუ კი ვინმე არსებობს, ეს იქნება შვილები, ქმრები, ქმარი, ყოფილი შეყვარებული, ბავშვობაში, ბაღში რო ვიღაცას მოწონდეთ, შეიძლება ისიც კი ფიქრობს. სამეგობრო წრე, მეზობლები, ნაცნობები, თანამშრომლები, ყველას ფიქრებს აშკარად ძალიან ხშირად სტუმრობთ როგორც ჩანს. მოდით ვიკითხოთ ახლა ესეთი რამ. რატო ფიქრობენ ეს ადამიანები თქვენზე ამდენს? რატო ფიქრობენ ეს ადამიანები თქვენზე ამდენს? იმიტომ რომ აქ აშკარად ძალიან ბევრი თვალი გიყურებთ. ავიცი, რატო ფიქრობენ ესე? როგორც ჩანს, თქვენ აქ რაღაცა რატო ფიქრობენ? ოჰო. კოლეგები მიყურებთ? აი, დავიწყოთ ესე იგი. მთელი საზოგადოება იმიტომ გიყურებთ, რომ თქვენ ძალიან რადიკალური ცვლილება გააკეთეთ თქვენი თავის. რო იტყვიან 180 გრადუსით შეცვალეთ თქვენი ცხოვრება, აბსოლუტურად დიდი რადიკალური შეიძლება ჩამოშორებაც გააკეთეთ ხალხის, შეიძლება აი რო იტყვიან გენერალური გენდასუფთავება გააკეთეთ თქვენი ცხოვრების. ადამიანები, რომლებიც არ გჭირდებოდათ გაუშვით ცხოვრებიდან, არ გჭირდებოდათ კი არა, ნახეთ, რომლებმაც ბევრი ტკივილი მოგაყენათ, მივხვდით რომ უნდა გაგეშვათ და გაუშვით. შეიძლება ითქვას გარდირობი, რომელიც დიდი ხანია გასაახლებელი გქონდათ და დასაცალელი ყველაფერი გაცალეთ, ხო? თქვათ, შეიცვალეთ თქვენი იმიჯი, შეიცვალეთ თქვენი, არ ვიცი რა ვიღაცამ შეიძლება ადგილმდებარეობაც სამყოფელი სახლით შეიცვალა. ახეთ აქ ადამიანები იმიტომ გიყურებენ, რომ ძალიან დიდი რადიკალური ცვლილებები შეიტანეთ თქვენს ცხოვრებაში და კიდევ ერთხელ ვიტყვი, კოლეგები მიყურებთ თუ არა თქვენ ვიკითხე და არ ვიცი, როგორც ჩანს, შეიძლება კოლეგებიც მიყურებდნენ, ან უბრალოდ ადამიანები, რომლებმაც მიხვდნენ, რომ სხვა ადამიანების ცხოვრებით აღარ უნდა იცხოვრონ. რომლებმაც გაიაზრეს, გაანალიზეს და მიხვდნენ, რომ არას თქმა არ ნიშნავს დაკარგო ნამდვილი მეგობარი. აქ არას თქმა ნიშნავს, რომ დაკარგო ის ადამიანები, რომლებიც შენი რესურსით იკვებებიან, ხო? არა აქვს მნიშვნელობა ეს მატერიალური იქნება, ემოციური იქნება, თუ რა კუთხით იქნება. აქ ადამიანს იმიტომ უყურებენ, რომ შეიძლება კიდევ ერთხელ ვიძახი, რომ აქ ვიღაცამ ისეთი რადიკალური ცვლილებები გააკეთეთ, არ ვიცი, შეიძლება ფსიქოლოგიური კუთხით, შეიძლება მართლაც მაგიურ სისტემაში წახვედით, მე მგონი ეს ჩემზეა გაშლა და არ ვიცი. რაღაც ეგრე გამოვიდა. რომ წახვედით რაღაცა ისეთ სფეროში, სადაც ну, რაღაც მომენტში შეიძლება თქვენი შიშის მომენტიც აქვთ, ხო? აქ ძალიან ფორტუნას ბორბალი, ანუ არ ვიცი, მეგობრებო, რა გააკეთეთ ესეთი სასწაული და რა ქენით ესეთი სასწაული. ჩაჭერით ყველა და ყველაფერი. ყველას თავისი ადგილი მიუჩინეთ, ყველას თავისი ყველას თავისი გზა აჩვენეთ, ხო? შეიძლება ითქვას. იმუშავეთ საკუთარ თავზე, იმუშავეთ საკუთარ ენერგიებზე, შეიძლება ითქვას ესეც, არ ვიცი, ეს რა წმენდა ჩაატარეთ ესეთი, რომ ადამიანები გაუგნებით გიყურებენ, ხო? შეიძლება ითქვას, რომ რაღაცა ისეთი პრობლემური სიტუაციებიც გქონდათ, რომელიდანაც გამოხვედით, ხო? რაღაცა
შეიძლება ადამიანის ცხოვრებაში იყო რაღაც ისეთი რთული ეტაპი, რთული პერიოდი და რო არ ელოდებოდნენ, რომ აი ამ პერიოდიდან შეიძლება თქვენი ესე იმდენად მარტივად გახვედით და ისეთი ბრძოლა გამართეთ თავის გადასარჩენად, რომ ნუ ყველაფერი უკან მოიტოვეთ, ხო? აი რაღაცნაირად დაძლიეთ შიშებით, დაძლიეთ შფოთვებით, რაღაცა მატერიალური პრობლემებით, შეიძლება ითქვას, რომ იტყვიან გაანულეთ ყველაფერი, რომი გალიგთქვა და გადახვედით გონიერების, გაანალიზების, გააზრების, უფრო მარტივი ცხოვრების წესზე შეიძლება ითქვას. ნახეთ, ეს მარტივი ცხოვრების წესი რა არის? გინდა, არ გინდა, ხო? ჩემი კი არის, არა არის. აღარ იწყებთ თავის მართლებას, აღარ იწყებთ ვიღაცისთვის რაღაცის მტკიცებას. უბრალოდ აღარ მინდა, უბრალოდ მინდა, აი რაღაცა ძალიან ესეთი რო იტყვიან თქვენს სულიერ თუ განსაკუთრებით სულიერ თუ მატერიალურ სიტუაციაში შეიძლება ძალიან დიდი ცვლილებებით შეიტანეთ, ხო, რაღაცა ცვლილებები, რომელმაც შეიძლება ითქვას, რომ საოცრება მოახდინა თქვენს ცხოვრებაში. ნახეთ, აქ ადამიანებს გარდა იმისა, რომ ნუ მოდით ეს მაგიური კუთხე გადავწიოთ გვერდზე და ვიტყვი იმასაც, რომ შესაძლებელი აქ თქვენ ნახეთ ადამიანს, როდესაც ნუ აქვს რაღაცა პრობლემები, ნეგატიური მდგომარეობა, თავზე ერთიანად რო ყველაფერი დაატყდება, ხო, გვერდიდან როდესაც უყურებენ, ძალიან ისეთი მომენტია, ხელის გამოწვდომა არავის არ უნდა და აბა ვნახოთ როგორ გამოვა ამ მდგომარეობიდან. შეიძლება ეს მომენტიც იყოს თქვენს ცხოვრებაში და ნახეთ თქვენ შეძელით ამ სიტუაციიდან გამოსვლა. ხო გეუბნებით, აი არ ვიცი, სასწაული სიტუაციიდან გამოходით როგორ ჩანს. მოდით, საიდან გამოходით ესე? 10-იან ხმალი. თავიდან დაიბადეთ, მეგობრებო. ვესავიტყოდი, რომ აქ ვიღაცა შესაძლებელია რაღაცა ძალიან სერიოზული ჯანმრთელობის მომენტი ქონდა. შესაძლებელია ვიღაცისთვის ძალიან მაგიური ზემოქმედება ქონდა, რომელიც იცოდნენ, ნუ ამ წრიდან შესაძლებელია ვიღაცისგან იყო რაღაც და ელოდებოდა, როდის დამთავრდებოდა თქვენი ცხოვრება, როდის დასრულდებოდა რაღაცები. საიდან გამოხედით 10-იან ხმალი? არ ვიცი, აქ როგორც ჩანს გაანულეთ ყველაფერი. ნახეთ, თუ თქვენზე იყო რაიმე ზემოქმედება, თუ თქვენზე იყო ჯანმრთელობის პრობლემის მდგომარეობა, მატერიალური კუთხე, სულიერი კუთხე, ფიზიკურიზე ხო გეუბნებით, არ ვიცი, თავიდან დაიბადეთ აშკარად, აქ ესე ვიტყოდი. ყველაფერი, რაც კი შეიძლებოდა ყოფილიყო, აქ დაასრულეთ და თქვენ გამოხვედით ყველანაირი მდგომარეობიდან, მოდით ესე ვიტყვი მარტო. აი ამ ყველაფრიდან გამოხვედით მარტო. ადამიანებს შეიძლება ეგონათ და ქონდათ იმის ილუზია, რომ თქვენ ვერ გადაარჩენდით თქვენს ოჯახს. არ ვიცი, აქ ვიღაცისთვის შეიძლება ისეთი მომენტი იყოს, რომ ნახეთ, თქვათ, ესეთი გენეტიკური ხაზი იმ ოჯახში არ გაქვთ, რომელშიც ცხოვრობთ და თქვათ, იყავით ნაშვილები და ნუ ადამიანები უყურებდნენ ამას, რომ აი რამდენად გაუმართლებდათ თქვენს ოჯახს, ხო? აი, ოღონდ ეს ძალიან მცირედისთვის შეიძლება ითქვას და თქვენ შეძელით ის, რომ ყველას გამარჯობათ, თქვენი ილუზიებია და მე ყველაფერი შევძელი, მე მივეცი ამ ოჯახს ის, რაც საჭირო იყო და მეც მივიღე ის, რაც საჭირო იყო. აქ ძალიან რთული ცხოვრება გაქვთ გავლილი, მეგობრებო, ესე ვიტყოდი. აქ არის როგორი რთული ცხოვრება, იცით, რომ
ერთდროულად შეიძლება ყოფილიყო ყველა პრობლემა. აი ერთდროულად, ხო? ხო არის პრობლემები, როდესაც მაგალითად მატერიალური პრობლემა არის, მე მატერიალური გამოსწორდება რაღაცა შეიძლება სულიერმა პრობლემამ შემოუტიოს ადამიანს, მე სულიერი გამოსწორდება რაღაცა ჯანმრთელობაზე, ფიზიკურზე იმოქმედოს, მე ფიზიკური გამოსწორდეს და აი რაღაცა სხვა კიდე რაღაც ისეთი აღმოჩნდეს, მაგრამ აქ აი მე ესე ვხედავ ამას და ესე ვუყურებ, რომ აქ ადამიანი დროებით აღსდგათ ხო ვიტყვი. აი არ ვიცი, შესაძლებელია აქ ვიღაცას ქონდა კიდევაც რაღაც ჯანმრთელობიდან გამომდინარე კლინიკური გარდაცვალება და მერე გაცნობიერება რაღაცეების, რა თქმა უნდა, ეს საჯარო გაშლაა და ინდივიდუალურად ხა ყველაზე ვერ იქნება, ხო? ანუ ეს იქნება რაღაცა ძალიან მცირეზე, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს მომენტიც მაინც მოდის. და აქედან გამომდინარე არის ის მომენტი, როდესაც არაერთი ადამიანი გიყურებს, იმიტომ რომ ძალიან ალბათ ესე ვიტყოდი, რომ შეუძლებლად წარმოედგინათ ადამიანებს, რომ თქვენ საერთოდ ამ ყველაფრიდან გამოხვიდოდით და საერთოდ ფეხზე დადგებოდით, ხო? არ ვიცი, შეიძლება ვიღაცა, არ ვიცი, რა მოხდა ესეთი ყველას ინდივიდუალურია და მაგრამ რასაც გრძნობ, აი გულწრფელად გეტყვით, აი ეხა ისე მაგ გული რო იტყვიან ვიღაცას ხელში უჭირავს და ესე უჭერს, რომ აი თითქოს რაღაცა არ ვიცი, მე ვუყურებ ეხა რეალურად მართლა თავიდან დაბადებულ ადამიანს. რა გაიარეთ ესეთი? აქ გაიარეთ ღალატი, აქ გაიარეთ ძალიან სერიოზული ტკივილები. აქ თქვენი მხელა ტრანსფორმაცია გაქვთ, მეგობრებო, გავლილი. არ ვიცი, შოიტყვიან, შეიძლება ითქვას ისეთი ახლობლებისგან გაქვთ ზურგში დარტყმული დანა და რაღაცა თქვენი ცხოვრება იმდენად ისეთი რთულად გადატანილი მომენტი არის, აი ესეთი ეცით არის, ეს არ არის მარტო ის მომენტი, რომ პარტნიორული ღალატის მომენტზე არ არის. აქ არის აი ძალიან ზედმეტად ახლო ადამიანების ღალატი. აი სწორად გამიკეთე, ხო, ყველასთვის არ იქნება, მაგრამ შეიძლება აქ დედმამიშვილების ღალატის მომენტიც იყოს, რომ აი რატო კი, მაგრამ ანუ რაღაცა სერიოზულად რთულად გადასატანი მომენტები, მაგრამ თქვენ ეს შეძლებთ. გილოცავთ თქვენ მართლაც, რომ ფენიქსსავით აღდექით, თქვენ შეძელით, თქვენ დააბალანსეთ ყველაფერი, თქვენ გამოიყვანეთ საკუთარი თავი ამ სირთულეებიდან, შეიძლება დღესაც მოყვებათ ეს სირთულეები, დღესაც რაღაცა გაქვთ ეს რაღაცა მომენტები, როდესაც გულის ტკივილი გვაქვს და რაღაცნაირად თითქოს ვერ ვიგებთ, როგორ უნდა გამოვიდეთ ამ სიტუაციიდან და აი რაღაცა თითქოს არ მთავრდება, მაგრამ მოდით ესე გეტყვით, რომ აქ ყველაფერის დამთავრებული გაქვთ. აქ უბრალოდ რაღაცა მომენტი არის, როდესაც პერიოდულობით შეიძლება ნახეთ რა მომენტი გქონდეთ გულის წყვეტა იმასთან მიმართებაში, რომ უბრალოდ რატომ მოიქცნენ ადამიანები ესე თქვენს მიმართ და რატომ და რაღაცა მომენტში ნახეთ მე ესე გეტყვით და უბრუნდებით იმ ენერგიებს, რომელიც წარსულში თქვენს მიმართ იყო გამოგზავნილი. მეგობრებო, დასრულებული გაქვთ ფაქტიურად ეს რთული პერიოდი, დამთავრებული გაქვთ ფენიქსი ფეხზე დგას, ესე რომ ვთქვათ, და მიუხედავად ბევრი დაფერფლისა, მაინც აღდგა, მაინც არის და
ნუღა აბრუნებს საკუთარ თავს ამ ენერგიებში, იმიტომ რომ ძალიან ბევრი თვალი გიყურებთ და ეს ბევრი თვალი როგორი მომენტია, ესეთ ელოდებიან, როდის წაიქცევით, როდის მოხდება თქვენი წაქცევა, მაგრამ მე ესე გეტყვით, რომ არც არაფერი აღარ მოხდება, იმიტომ რომ თქვენს ცხოვრებაში შემოდის მზე, შემოდის ბედნიერება, შემოდის წარმატება, ქალი იმპერატრიცა, რომელიც თვითონ არის ყველანაირად პასუხისმგებელი თავის ოცნებების ასრულებაზე, თავის მატერიაზე, თავის სულიერებაზე, ესე ვიტყვი და იცით რა არის ნახეთ, ნუღა ცდილობთ რომ აი ეს წარსულის ტკივილები გაიახლოთ. თქვენ ამ სიტუაციიდან გამოხვედით, თქვენ ამ მდგომარეობიდან გამოხვედით და საკმაოდ ესე ვიტყოდი გამარჯვებულიც. გამარჯვებული, იმიტომ რომ თქვენ ისწავლეთ, ძალიან ბევრი რამ ისწავლეთ, თქვენ ძალიან გაიზარდეთ, რო იტყვენ ცხოვრებას ადამიანებს ძალიან მარტივად ასწავლეთ. ეხლა ვინმე რომ მოვიდეს თქვენთან და რაიმე საკითხზე გკითხოთ, რომ აი ამ საკითხზე როგორ მოვიქცე, მე მგონი საკითხი არ არის, რომელზეც პასუხი არ გექნებათ. ოჩახ, აი მართლა გულწრფელად აღფრთოვანებული ვარ, ვისთვისაც რეზონირდა დამიწერეთ, იმიტომ რომ მართლა ქეთს ვიყრი, იმიტომ რომ ეს არის სიტუაცია, როდესაც მსგავსი სირთულეებიდან გამოსვლა ეს არ არის მარტივი. თან მით უმეტეს, როდესაც შენს გარშემო არიან ადამიანები, რომლებშიც ენერგია გაქვს ჩადებული და ეს ადამიანები არ გიწვდიან ხელს დახმარებისთვის და პირიქით, ხო, ხელს გიწვდიან კი არა, შეიძლება ხელს გიშლიდნენ კიდევაც და თქვენ მაინც მიუხედავად ყველა სირთულისა ეს ყველაფერი გადალახეთ. ნუ, რა თქმა უნდა, იქნებით ყველა ადამიანის თქვენს გარშემო ეპიცენტრში და ყურება ყველას დააინტერესებს, როგორ ცხოვრობთ და რანაირად ხართ და ყველას ფიქრში, იმიტომ რომ, ნუ, აქ ფაქტიურად ადამიანები ფიქრობენ იმას, რომ უბრალოდ როგორ გადარჩით. ყველაფერს რო თავი დავანებოთ, აქ არის მოდმეტი როგორ გადარჩით. აი, ყველაფერი კარგი რაღაცა მატერიალურზე, ნუ კაი რაღაც მომენტი არის იქ რაღაც, მაგრამ აქ მოდით ესე გეტყვით, აქ შეიძლება კიდევ ერთხელ გეუბნებით, აქ ადამიანი ფაქტიურად არ ვიცი, თავიდან ააწყვეს, შეიძლება ეს მომენტიც იყოს, ხო, როდესაც ნუ აი ნუ ყველასთვის არა, მაგრამ არის კატეგორია, ვისთვისაც კლინიკური სიკვდილის მომენტიც იყო, თქვათ, აპარატზე შეერთება იყო, რაღაცა ჯანმრთელობის ისეთი რთული მდგომარეობა იყო, სადაც ადამიანი, ანუ არ ვიცი, ყოჩახ რო გადარჩა, ძლიერი ორგანიზმი ჰქონია, თქო, მე არ ვიტყვი, მე ვიტყვი, რომ ყოჩახ ღმერთს ძალიან ყვარებია და როგორც ჩანს, ისე კარგად უცხოვრია, რომ ღმერთმა ჩათვალა, რომ კიდევ უნდა იცხოვროს ამ ადამიანმა ძალიან დიდ ხანს, მე ესე ვიტყოდი. სამი არკანი გადმოხტა და მინდოდა რომ როგორ განვითარდება თქვენი ცხოვრება, მეთქი აი ამ ყველაფრის ფონზე. მე გეტყვით, რომ თქვენ მართლაც რომ ძალიან უყარხართ ღმერთს და საკმაოდ ისე ვთქვათ, გწყალობთ, თქვენი ცხოვრება საკმაოდ კარგად განვითარდება, იქნებით ბედნიერი, იქნებით გახარებული, თქვენი ცხოვრება მოვიდა დრო, რომ მიიღოთ ყველაფერი საუკეთესო და ისიამოვნოს ცხოვრებით და გეტყვით, რომ თქვენ გაქვთ ის ძალა, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ ერთეულებს გქონდეს, ხო? ერთეულებს გქონდეს, ნუ მოდით, შეიძლება ეს იყოს რაღაცა მაგიური მომენტი, შეიძლება იყოს რაღაცა ისეთი უბრალოდ გამოცდილებები და ყოველ შემთხვევაში თქვენ გაქვთ ის ძალა, რომელსაც ქვია ღვთისწყალობა ყველაზე მეტი ძალა, რაც შეიძლება იყოს აქ ამ ქვეყნიურ ცხოვრებაში, ნუ ჩემი გადასახადით, ახლა ყველა სხვადასხვა რელიგიის არის და ამიტომ ესე ვიტყოდი. ყოჩახ, აი მართლა ყოჩახ, არ ვიცი რა ვთქვა. ხო, რა თქმა უნდა,
მარტო სადაქალო და ყოფილი პარტნიორები კი არა, ოჩახ, თქვენ გიყურებთ მთელი თქვენი საგვარეულო სანათესაო და რა ვიცი, სანაცნობო, მოდით ესე ვითქოთ. მართლა აღფრთოვანებული დავრჩი ამ გაშლით. მე გისურვებთ ყოველივე საუკეთესოს, წარმატებას, ბედნიერებას. და ესე გააგრძელეთ, აყურებინეთ ყველა შორიდან თქვენი წარმატება, თქვენი ბედნიერება და ყოველთვის გახარებული იყავით. არასოდეს არ დაანახოთ არავის თქვენი ცრემლი, იმიტომ რომ თქვენ იმსახურებთ მხოლოდ და მხოლოდ კარგს და ესეც იქნება. დროებით.